იმისა რომ თითქოს აკეთებენ განცხადებებს, რომ არავის აზრი აინტერესებთ რაღაცა ეგრეთ წოდებულ სუვერენიტეტი და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მაინც რაღაცა შეშინებულები არიან იმ ყველაფრით, რაც მათ გარშემო ხდება, არ აღიარება ქართული ოცნების ხელისუფლებად, რაც ასე თქვა რაღაცა სოფლიო ლამის ამაზე პრაქტიკულად სულად არის შეთანხმებული, დიდი პრობლემაა საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილისთვის. ქართული ოცნებისთვის ისინი ამას ხვდებიან და თან ჩაატარო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისე რომ აკრძალო პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია ხო ბუნებრივია არაღიარების ნაწილს კიდევ უფრო მეტად გაამყარებდა. როგორც ჩანს მხოლოდ ამითი არის ნაკარნახევი ეს რაღაცა მორიგი გადაწყვეტილება რომელიც დინარაძემ გამოგვიცხადა რათა კიდევ ერთხელ მეორე უფრო რაღაცა მეტად არ შეექმნათ მათ არაღიარების ნაწილში პრობლემა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში, ჩვენ ვცხოვრობთ იმ სოფლიოში, რაშიც ვცხოვრობთ და პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც არც ერთი მხრიდან მას ლეგიტიმაცია არ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია ის რაღაცა დიდხანს ვერ შეძლებს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას და როგორც ჩანს ამას ხდება ბიძინა ივანიშვილიც. ამიტომაც არის ის რაღაცა ყველანაირად მონდომებული იმისთვის, რომ ეს არაღიარების თემა იქნებ რამენაირად რაღაცა გადააგოროს, ხო? განცხადებები ერთია, რასაც აკეთებს ქართული ოცნების გუნდი, მაგრამ შედეგებს ხო პარალელურად ხედავთ, ხდებიან ლამის ყველას, როგორც ვინმე ხელი ჩამოართვას, ხო? და ვნახეთ, ჩვენ რაღაცა მათი მცდელობები დაწყებული, რა ვიცი, სპორტული ფედერაციებიდან გაგრძელებული, არ ვიცი, იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან ფოტოების გადაღები დასრულებული, რომელთაც ნორმალურ ვითარებაში ალბათ წესი დროსაც კი არ გამოყოფდნენ და არ შეხვდებოდნენ, ხო? კი ბატონო. და ბატონ გიორგი, კიდევ ერთ ნაწილზე მინდა გკითხოთ, ეს ეხება უშუალოდ წულკენის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი კოალიციის წევრებიც დაიბარეს, ვიცით ჩვენ მათი პოზიცია არაპირებენ არც მისვლას, არც თანამშრომლობას და ასე შემდეგ გვარამიას და ჯაფარიძეს გულის მელიასაც კი ბატონო ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ ზოგადად აი ამ კომისიაზე არ მისვლა გასაგებია მაგრამ აი რა სიტყვით იმაზე ვინც მივიდა გულისხმობ გიორგი გახარიას და თქვენც თვლით თუ არა რომ შეთანხმება დაარღვია რა პოზიცია გაქვთ მოკლედ ამ კუთხით? არაღიარებული ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია, რა თქმა უნდა, არის ეგრეთ წოდებული, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და შესაბამისად მასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ზოგადადაც არ თანამშრომლობა რეჟიმთან მიმაჩნია, რომ არის თავარი რამ, რამაც ჩვენ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, ხო? ოღონდ წყობრად არ თანამშრომლობა რეჟიმთან და პრაქტიკულად ამის ცალსახად დარღვევა იყო ის, რაც გააკეთა გახარიამ, სამწუხაროა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ერთი ის რომ რაღაცა შეთანხმება დაირღვა, შეთანხმება სალომე ზურაბიშვილთან ერთად მათ შორის და სხვა პოლიტიკურ ანუ მე ვამბობ რომ თავად ისინი ამბობენ რომ არავითარი შეთანხმება ამ კუთხით არ ჩვენ მოვისმენთ გაუტენის სალომეს განცხადება სხვების და რაღაცა მათ შორის ის ხალხი ვინც ჩვენ არა ვართ ამ ფორმატის წარმოდგენილი, მაგრამ ის ხალხი ვინც ესწრება ამ ფორმატს მუდმივ რეჟიმში ამბობენ რომ დაირღვა შეთანხმება და ეს შეთანხმება ნამდვილად არსებობდა და ამისი გაგრძელება კიდე ის რომ რაღაცა ამ არ თანამშრომლობის რაღაცა ნაწილს აყენებ ეჭვის ქვეშ, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი აზრით სწორი და რეჟიმის დასრულებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ცალსახად ჩემი აზრით ეს არ არის. დანარჩენი რაც მოვისმინეთ და მათ შორის მეც ალბათ ისე როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა მოусმინა გუშინ ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გახარიას მისვლას, ბევრი რამ გახდა მათ შორის ალბათ ნათელი, ხო, რადგან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის და მისი რეჟიმი არ არის იმ მასშტაბის რაღაცა ძალაუფლების მქონე სისტემა თუ რეჟიმი, რომელიც რაღაცა მაგრად დგას და ბოლომდე შეუძლია მას მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება. ხო, კარგად გამოჩნდა. განან მაგრად და ვერინარ. ხო, ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ რაღაცა 2021 წლის იმ მონაკვეთზე მსჯელობის დროს, როცა ნიკამელიამ სამაჯური გადააგდო, რა მასშტაბის კრიზისში იყო შესული ქართული ოცნება და ის არათუ მყარად იყო, არამედ მართლა იყო ჩამოშლის პირას მისული და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უნდა ვთქვა ალბათ, რომ ძალიან სამწუხაროა ის, რომ მაშინ ოპოზიციამ ვერ შეინარჩუნა ერთობა არაღიარების ნაწილში, თორე ყველანი ხვდებით, რომ ძალიან ახლოს იყო რიგ გარეშე და უკვე სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ჩვენ ეხა არ უნდა დავუშვათ იგივე შესაძლებლობები. მაგრამ ეხა ფაქტია, რომ იგივე იმ მასშტაბის კრიზისიცა, იმ მასშტაბის კრიზისი აქვს ეხლა ბიძინა ივანიშვილს. ჩემი აზრით, მას აქვს ბევრად უფრო მაღალი მასშტაბის კრიზისი, მაშინ თუ კი მას ჯერ კიდე სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ესაუბრებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც, მათი ცალკეული წარმომადგენლებიც, დღეს ხო საერთოდ სხვა მოცემულობა გვაქვს. დღეს კრიზისი ბევრად უფრო ძლიერი აქვს ივანიშვილის რეჟიმს, მას პრაქტიკულად არავინ ესაუბრება და ქვეყანაში შიგით აქვს უწყვეტი საპროტესტო აქციები. თავების დათვალზე რო არის ბიძინა
ივანიშვილი გადასული თვითონაც ხო კარგად ხედავს, რომ ნებისმიერ რაღაცა საჭირო დროს, რა ვიცი 10,000-ობით ადამიანის რუსთაველზე შეკრება პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში უამრავი ადამიანი გამოდის და მხოლოდ ეს ხო არ არის ხო მაჩვენებელი იმ კრიზისისა, რაც მასა აქვს. სადაც არ უნდა მოხვდეთ ნებისმიერ დაწესებულებაში, თბილისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში ხო კარგად იგრძნობა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის კატეგორიული წინააღმდეგი უკვე ოლიგარქიული რეჟიმის. და კიდე ერთი მინდა დავამატო, აი გუშინ რაც კარგად გამოჩნდა მათ შორის ამ შეხვედრას, ხო, როგორ არ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ეს გამოჩნდა ძალიან ნათლად, ხო, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები გუნდში, როგორ ჩაერია ივანიშვილი და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი პრობლემა, ხო? ეს არის რის გამო ჩვენ წინ ვერ მივდივართ. რის გამოც არ აგვაქვს, არ ვიცი, არც ნორმალური სასამართლო, არც ადგილობრივი თვითმმართველობა, არც დემოკრატიული პროცესები ამ ქვეყანაში. რაც არის საერთოდ მნიშვნელოვანი იმისი, რომ ჩვენ განვითარდეთ, ხო? ეკონომიკური წესვლაც გქონდეს და უსაფრთხოებაც. სწორი წესებით გადაწყვეტილების მიღება. თუ არ მოხდება ამ ქვეყანაში არაფერი გვეშველა. კი ბატონ. აი ბატონ გიორგი, თქვენ საუბრობთ იმ კრიზისზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. აი ამ კრიზისიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ? აი დღეს არის ივანიშვილი რაღაცნაირად ადაპტირებული, ესე ვთქვათ, ქვეყნის შიგნით. პროტესტთან რა პროტესტიც არის. მათ შორის რაღაცნაირად ადაპტირდა იმ სანქციებთანაც, რომელიც არის მის წინააღმდეგ და კი ბატონო შეიძლება არ უხარია, მაგრამ ალბათ იმდენი რაღაცა დანაკარგიც არ აქვს ფინანსური, რომ რამე ტიპის ნაბიჯები გადმოდგას, ხედავთ, უკან დახევას გულისხმობ ამ შემთხვევაში. თუ რაღაც აი დღეებს ითვლის და რაღაცა აი ბოლო დღეებს ითვლის ძალაუფლების შენარჩუნების, აი თავად რა ეტაპზე, აი ივანიშვილი და ძალაუფლება, აი ამ კუთხით თქვენი დაკვირვებით რა ეტაპზეა ახლა? უჭირავს თუ კარგავს, აი ეცლება ხელიდან. გავიგე, დღეებს თუ თვეებს ითვლის, ამაზე ალბათ მე სწორ პასუხს კი არა და ზუსტ პასუხს რა თქმა უნდა ვერ გაგცემთ, მაგრამ ის რომ ივანიშვილი არ არის კარგ დღეში, ჩემი აზრით ეს ჩანს ძალიან მკაფიოდ და ნათლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ არავის აზრი აინტერესებთ, რა ვიცი, მართლა ეხვეწება ყველა უცხოელს ხელი ჩამოართვას, ოღონდ რაღაცა რეჟიმის წარმომადგენლად, რაც ჩანს. ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ეხა არის ზუსტად ეს უიმედობის დათესვა საზოგადოებაში, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც კეთილის სურვილები არიან ქართველი ხალხისა და ამ ქვეყნისადმი, მათ მოწოდებებს აზრი არ აქვს და ასე შემდეგ. ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და ივანიშვილის მოკავშირეც უიმედობაა და მთავარი საზრუნავიც მისით თავისი ფულის, დროის, რესურსით ამაზე იხარჯება, რომ პროტესტს არ აქვს აზრი. არა და ყველაფერი არის მართლა სულ პირიქით. ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს არაღიარებაზეც, ბუნებრივია და არალეგიტიმურობაზეც. ასევე ძალიან ნერვიულობს ის და მისი გარემოცვა სანქციებზე და უკვე ხო კარგად ჩანს ეს. მათ შორის ბრიტანეთის სანქციებზე რამდენიც არ უნდა იძახოს ეხა იმ რა ქვია ივანიშვილის გუნდმა, რომ მას არ აინტერესებს რაღაცა სანქციები, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყავდეს გენერალური პროკურორი, მოსამართლეები, რომელსაც პასტიკური ბარათი არ აქვს, ხო? კი ბატონ, ხო, მაგრამ მათი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. იცით რატომ კითხულობთ, ბატონ გიორგი, აი მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი როგორ უნდა გაფორმდეს ივანიშვილის დამარცხება? აი ამას ვკითხულობ და სხვათა შორის მე მაგალითად მაქვს ესეთი თვისება მაქვს, რომ აი რაღაცას რომ თუ ვერ ვხედავ, მარტივად რა თვალს რო დავხუჭავ და თუ ვერ ვხედავ, იმის ნაკლებად წამს ხო მე რაღაცნაირად ესე ვარ. აი თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს, აი თქვენთვის როგორ ფორმდება ივანიშვილის მარცხი? ანუ აი რაღაც ისეთი სანქციები მოდის დასავლეთიდან, რომ ივანიშვილი ვეღარ უძლებს ამ სანქციებს და ამბობს, გამოდის წინადადებით, რომ აი მე ახლა ცესკოს თავიდან ვაკომპლექტებ, სულს ვცვლი, არ გავაყალბებ არჩევნებს, წესიერ არჩევნებს ვატარებ, რომელშიც მე დავმარცხდები ვიცი და მოდით ეს არჩევნებიც დავნიშნოთ ჩემი დამარცხების გასაფორმებლად, ამბობს რომ აი ხელა პროტესტი არ ჩერდება და ვერ ვუძლებ მე ამ პროტესტს და ნიშნავ ახალ არჩევნებს ვუშვებ პატიმრებს, თუ აი რა არის ის აი რომელი გზა არის თქვენთვის, აი რომელს ხედავთ თქვენ, აი ივანიშვილის დამარცხებას რო ფიქრობთ, რა კადრები ამოდის თქვენს თავში და თვალებში? რა ვიცი, ხო, ბოლოს დანახვას ითხოვ თქვენ და მესმის ეგ კარგად, იმიტომ რომ მართლა ეხლა ეს დეფიციტიც გვაქვს, სწორედ ეგ არის. ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვერ ხედავს როგორც სრულდება ოლიგარქის რეჟიმი. არა თუ როდის, არამედ მათ შორის ხო რა ფორმით. მე მიმაჩნია რომ ორივე ფორმა რაც თქვენ თქვით, არა თუ საჭირო, არამედ გარდაუვალიც არის და ესეც მოხდება რა. ეს არის პროტესტის მრავალფეროვნება, უამრავი ადამიანი ქუჩაში მათ შორის გამოსული იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ეს იქნება საჭირო და ამის კვალდაკვალ და პარალელურად კიდევ უფრო მეტად, ესე ვთქვათ, მძიმე სანქციები და ზეწოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილზე.
მე არ ვიცი ჩვენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დროს აქ ბიძინა ივანიშვილი გვეყოლება თუ არ გვეყოლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქო, ამას რა თქმა უნდა სჭირდება როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტი მუშაობა. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი ისეც უნდა თაირო, დღესვე შეიძლება თუ ხვალვე შეიძლება ჩამოიქცეს, მაგრამ ყველა ნიშანია იმისი, რომ ის ამ წნეხს, რაც მას ქვეყნის შიგნით, საზოგადოებიდან და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო მხარდამჭერების მხრიდან აქ არა, ვერ გადატეხავს და ვერ გაუძლებს. წარმოუდგენელია თანამედროვე სამყაროში იზოლირებულად მარტო რაღაცა პატარა შემოღობილი ტერიტორია ჰქონდეს მას და იძახოს, რომ ის არის აქ ხელისუფალი და მორჩა. ესე ვერ მუშაობს თანამედროვე რაღაცა სოფლიოში ქვეყნების სისტემები და მით უმეტეს ეს არ არის დემოკრატია და ქართველი ხალხი კიდე ბუნებრივია არ ეგუება იმას, რომ დემოკრატიას, თავისუფლებას და მათ შორის დამოუკიდებლობას კარგავს. ჩვენ არ ვიცი, შეიძლება უკვე გადალახულიც კი გვაქვს ის რაღაც 1921 წლის თებერვალი და უკვე რაღაცა სხვა ეტაპზე ვართ გადასული და ამას აცნობიერებს კიდევ უფრო მეტი და მეტი ქართველი. უბრალოდ მეტი ორგანიზება გვჭირდება. და ამიტომაც არის განსაკუთრებით საწყენი ის, რომ რაღაცა გახარია მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ თქვეს, რომ არ მივიდოდნენ, რაღაცა შესაბამის ყოველ შემთხვევაში ინფორმაციში როგორც ამბობენ, მოხდა შეთანხმება და რავი, რაც გარდა ამას ყველა ამბობს, დაწყებული ზურაბიშვილი დამთავრებული ნებისმიერ სხვა ადამიანით. მოკლედ, ამას გულისხმობ, რომ ამ ორგანიზების ნაწილში ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა ხელს გვიშლის. ოღონდ ეს ორგანიზება უნდა აკეთდეს პროდასოლო პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებას შორის. არის ორგანიზება, არის თანამშრომლობა, ცალსახად არის განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, მაგრამ მეტია საჭირო, რაც უფრო სწრაფად და უკეთ გვექნება ჩვენ სწორი კოორდინაცია, თანამშრომლობა ერთმანეთთან და მოვახდენთ რაღაცა დიდ ორგანიზებას ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტისა და კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ხო, აი იმ დღეს ჩამოიშლება ივანიშვილი, მას მოუწევს ან მისი მონაწილეობით, ან მის გარეშე, მაგრამ ამ ქვეყანაში აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. კი ბატონო. რატო ვარ შვიდად ამ ნაწილში? იმიტომ რომ მესმის, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების უმრავლესობას იმედგაცრუება ეპარება, როცა ხედავს, რომ ამდენი დღის პროტესტის მიუხედავად თითქოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული არ არის ჩამოშლილი, მაგრამ მე ადამიანებთან რიცხვში ვარ, ვისაც ეჩქარება და მათ შორის ეჩქარება, იმიტომ რომ 60-მდე პოლიტიკური პატიმარი ყავს. ჩემი ასაკის და ჩემზე პატარა ხალხი ზის დღეს ციხეში, უდანაშაულო ხალხი, ეს არის თავარი, რის გამოც ყველაზე მეტად გვეჩქარება ალბათ ამ რეალობაში. ეს არის თავარი, რის გამოც ჩვენ რა ვიცი, პირადი წყენები თუ კიდევ ვინმეს ერთმანეთთან აქვს შერჩენილი, ბოლომდე უნდა იქნეს დაუწყებული, ოღონდ კაფეობა და გულწრფელობა არის აუცილებელი. ვერ დავასრულე. მოკლედ შეეძლოა რომ ბოლომდე ივანიშვილის კი არა და მნიშვნელოვან ჩამოშლა არ მოხდა, მაგრამ იქნებ მეორე მხრიდან შევხედოთ. ივანიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ ამ ათეულობით პოლიტიკური პატიმარი დაიჭირა, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, გამოიყენა ყველა ფორმა, რაც კი წარმოგვედგინა ან არ წარმოგვედგინა და ასე შემდეგ. რა ქნა ამ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მოკლა? ანუ გააჩერა ხალხი აღარ არის მასზე გაბრაზებული თუ ხალხი აღარ გამოხატავს ამ გაბრაზებას. ეგ ხო ესე არ არის. ხო სულ პირიქით არის. ყველა იარაღს იყენებს ივანიშვილი, მაგრამ პროტესტი მის წინააღმდეგ კიდევ უფრო მასშტაბურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ყველაზე მთავარია ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი.